ქუთაისში ხორცით მოვაჭრეები უკვე მეათე დღეა გაფიცულები არიან. ყასბებმა დღეს აქცია საქართველოს პარლამენტის წინ გამართეს. აქციას აჭარის სამეგრელოს და იმერეთის რეგიონების ხორცის რეალიზატორები შეუერთდნენ. პროტესტის მიზეზია სურსათის უვნებლობის სამსახურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პირუტყვი მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ სასაკლაოებზე უნდა დაიკლას, რაც მეხორცეების აზრით 20-25%-ით ფასის მომატებას გამოიწვევს. ქუთაისიდან მირიან გორგოძეს ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც დეტალურად ისაუბრებს აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესახებ. მირიან, გისმენთ. დიახ, უკვე მეათე დღეა, რაც ქუთაისში ხორცით მოვაჭრეების გაფიცულები არიან. დღეს საქართველოს პარლამენტის წინ ქუთაისელ ხორცით მოვაჭრეებს შეუერთდნენ ხორცის რეალიზატორები აჭარიდან, სამეგრელოდან, იმერეთის სხვადასხვა რეგიონიდან. მე შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანების პროტესტის მიზეზი გახლავთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით საქონელი უნდა დაიკლას მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ სასაკლაოებზე. ხორცით მოვაჭრეები ამბობენ, რომ სხვადასხვა რაიონებიდან ცოცხალი პირუტყვის ჩამოყვანა ქალაქში არსებულ სასაკლაოებზე მათ ხარჯს გაუორმაგებს, რაც ხორცის ფასის მომატებას გამოიწვევს დაახლოებით 25%-ით, ან შეიძლება უფრო მეტი პროცენტითაც მოიმატოს ხორცის ფასმა. ზოგადად მეხორცეები ასევე ადასტურებენ აზრს იმის შესახებ, რომ ისინი სასაკლაოების მოწყობის წინააღმდეგი არ არიან, მხოლოდ ეს სასაკლაოები უნდა მოეწყოს მსხვილ რაიონულ ცენტრებში, სადაც იქნება ვეტექიმები, რომლებიც გაცემენ ეგრეთ წოდებულ ფორმა 2-ს და აი ამის გამო ამ ადამიანებს ცოცხალი პირუტყვის ჩამოყვანა აღარ დაჭირდებათ ქალაქში არსებულ სასაკლაოებზე. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ამ ადამიანების მოსაზრებები. ერთეული ადამიანების ხელში უნდა მოექცეს ფულიც, გლეხი კაცის ნამუშევარის და ყველაფერის და ამას გვინდა რომ დაესვას წერტილი და ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ეს მონოპოლისტური წარმონაქმნები საქართველოში. ეს არის გლეხის დაქცევა, მომხმარებლის დაქცევა და თვითონ გამყიდველის დაქცევა რა თქმა უნდა. და ახლა მთავრობა თუ ზრუნავს ხალხზე, მაშინ უნდა იზრუნოს გლეხის მისია მოვაჭრეც და ყველა, ხო? რა ვიცი, ჩვენ ძალიან წინააღმდეგი ვართ და კანონებს ყველაფერს ვიცავთ ჩვენ. დიახ, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხორცით მოვაჭრეების გაფიცვა უკვე მეათე დღეა, რაც მიმდინარეობს. ისინი ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი გაფიცვებს არ შეწყვეტენ. სურსათის უვნებლობის სამსახურის გადაწყვეტილება ხორცით მოვაჭრეებმა გააპროტესტეს. ეს იყო მირიან გორგოძე ქუთაისიდან.